როგორ უნდა გააგიჟო ქალი, რომ შენს გარეშე ცხოვრება არ უნდადეს? მოდით ჯერ ბენჯამინ ფრანკლინის ცნობილ ისტორიას მოგიყვებით. ფრანკლინს თავისი პოლიტიკური კარიერის პერიოდში ბევრი მტერი ჰყავდა. ერთ-ერთი ახლად შერჩეული დეპუტატიც მის მიმართ მტრულად იყო განწყობილი და მის წინააღმდეგ გამოდიოდა. ფრანკლინმა ღიად კონფლიქტის ნაცვლად სხვა სტრატეგია შეარჩია. მან იცოდა, რომ ამ დეპუტატს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა და მათ შორის ის იშვიათი ეგზემპლიარის წიგნიც ედო მათ ბიბლიოთეკაში, რომლის საკითხვაც ფრანკლინს უნდოდა. ხოლო ფრანკლინს წიგნების კითხვა რომ უყვარდა, ეგეც ყველასთვის ცნობილი იყო. მან მაგ დეპუტატს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა. ძალიან მადლიერი ვიქნები თუ გამომიგზავნი ამა და ამ წიგნსო. დეპუტატმაც თავისთავად გაუგზავნა. როდესაც ფრანკლინმა გადაიკითხა, უკან გაუგზავნა წიგნი თანდართული წერილით. ყოველთვის მინდოდა ამ წიგნის საკითხვა. მადლობა რომ ჩემთვის ეს სიკეთე გააკეთეო. ფრანკლინმა კიდევ ბევრჯერ მიმართა ამ მეთოდს. ანუ ფრანკლინი ამ დეპუტატს თავისთვის აკეთებინებდა რაღაცებს, რის შემდეგაც სულ მადლიერებას გამოხატავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დეპუტატი ფრანკლინის მიმართ პოზიტიურად განეწყო. ანუ ფრანკლინის ეფექტის მთელი შინაარსი იმაშია, რომ თუ ჩვენ ვინმეს რაიმე პოზიტიურს ვუკეთებთ, ჩვენი ტვინიც ავტომატურად არაცნობიერად პოზიტიურად განეწყობა მის მიმართ და ეგ ყველაფერი მეცნიერულადაც მარტივად ახსნადია. თვითშენარჩუნების ინსტინქტს არ უყვარს, როდესაც ჩვენ უაზროდ ვხარჯავთ ჩვენს დროს, ენერგიას და რესურსებს. ამიტომ თუნდაც ღიად იდიოტობა აკეთო, აზრს მაინც მიანიჭებ. აბა იდიოტი ხომ არ ხარ იდიოტობა რომ აკეთო. ამიტომ იწყებს საკუთარი თავის მოტყუებას და არარსებული აზრის მინიჭებას. მაგალითად ქალს რაღაცები უკეთე, რაღაცებში დაეხმარე, სადღაც გაიყვანე, ხელის კულზე ტარების რიტუალებიც ჩაატარე. შენ შეგიყვარდა ეგ ქალი, მაგრამ ის გეუბნება ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართო. შენი ტვინი ფონურ რეჟიმში ამბობს, მე მას ვაფასებ, გონი მიყვარს კიდევაცო. აბა რომ არ მიყვარდეს გიჟი ხომ არ ვარ ამდენი რამ ვაკეთო მისთვის. ანუ სინამდვილეში ეგ ყველაფერი სიყვარულთან არაფერ კავშირში არ არის. ეგ არის მიზეზშედეგობრივად ახსნადი ბიოქიმიური პროცესი. იგივენაირად თხოვე ქალს შენთვის რაღაცების კეთება. ჯერ მცირედით, შემდეგ კი ნელ-ნელა უფრო მეტზე გადადი და ყოველ ჯერზე მადლობები უხადე. უთხარი, იმდენი რამ აკეთე ჩემთვის რომ უმაგრესი ადამიანი ხარო და ნახავ რომ მასშიც ჩაირთვება ეგ საკუთარი თავის მოტყუების შეყვარებულობის მექანიზმი. თავისთავად რომელიც ნამდვილ სიყვარულთან არაფერ კავშირში არ არის და როდესაც დააკვირდები ამ ერთ უბრალოდ და ელემენტარულ მექანიზმს, შემდეგ მიხვდები რამდენად ილუზორულად ცხოვრობს ადამიანთა უმრავლესობა და მათ შორის შენც. რეალური ურთიერთობა ერთეულებს აქვთ. დანარჩენების ცხოვრების რიტმი კი მის ძარღვებში არსებული ნეირომედიატორების პროპორციებზეა დამოკიდებული. ამ ყველაფრის გააზრებასთან ერთად უბრალოდ აღარ მოგინდება ეგ ზომბირებული უაზრო თამაშები და ნელ-ნელა გამოხვალ მაგ მატრიციდან და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ გეღირსება ნამდვილი ურთიერთობა, ნამდვილი სიყვარული.